გამარჯობა, ჩემო საყვარელო მეგობრებო. რა მინდა უბრალოდ აგიხსნათ, აი ვეცდები რომ ძალიან იოლი ენით აგიხსნათ, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ადამიანის ენერგეტიკა, სამყაროს ენერგეტიკა და მაგნიტი. ენერგია თვითონ, ხო? თვითონ წარმოადგენს ფუნქციას, ერთგვარ ფუნქციას, რომელიც შედის ამ ენერგიაში, ეს არის მაგნიტური თვისება. ანუ ხო გაგიგიათ, რომ თვისების მსგავსება თავის მსგავს თვისებას მიიზიდავსო. ანუ ეს ენერგია, რომელშიც შედის მაგნიტის თვისება, ანუ იზიდავს ყველაფერს ისეც, როგორიც არის თვითონ. ჩვენ რეალურად, ხო, ჩვენი მატერიალური სხეულის მიღმა, აი რასაც ვეძახით სულს, ან აი მდგომარეობას, ხო, შინაგან ძალას, თუ გინდ რასაც აი ხანდახან მღერი ხოლმე და მე არ ვიცი რა მომღერებს, აშკარად ის რაღაცა ენერგია მომღერებს, მე არაფერს შუაში არ მე გამტარი ვარ ხოლმე. აი ის ენერგია, რომელიც ჩვენში არის, ჩვენ მაგის მართვა შეგვიძლია. და როგორ ჩვენს აკეთილდღეოთ, იმიტომ რომ ნახეთ, ენერგია, რომელიც ჩვენში არის, პირდაპირ კონტაქტში და თანხვედრაში არის ჩვენს ტვინთან და ფიქრებთან და შემეცნებასთან. შენ, როდესაც ფიქრობ ნეგატიურ აზრს რაღაცა ვიღაცაზე, ან რაღაც თუ გინდ სიტუაციაზე, თუ გინდ პოლიტიკურ მდგომარეობას, თუ გინდა სამყაროს მდგომარეობაზე, არა აქვს მნიშვნელობა. შენ ამ ნეგატივით კვებავ შენ software-ს, შენ შინაგან ენერგეტიკულ მთავარ ბირთვს. ანუ რა ხდება მერე? ეს დატვირთული ნეგატივი, ხო? რომელსაც მერე შენი სიტყვით არ არსებობს, რასაც იფიქრებ, მერე ალბათ დასკვნითი თემა მთავრდება იმით, რომ გამოყოფ სიტყვიერი მეშვეობით, იმას რასაც იფიქრებ, ვიღაცას ეტყვია, ვიღაცაზე გაბრაზდება და გაუშვებ ამ ენერგეტიკულ უკვე და დამუხტულ ბურთს. ნახე რა ხდება სამყაროს სინათლეში, რასაც ვიმყოფებით, ეს სინათლის წიაღი ირღვევა, რა თქმა უნდა, ხვდება იმ ადამიანებსაც, ვიზეთ შენ ცუდს ფიქრობ და ვიზეთ ცუდს უსურვებთ, იგივე ცუდი თვალი, წყევლა და ინგრევა, მიდის, არღვევს ამ სინათლის ზღვარს, წყაროს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, საშინელება ხდება, პარალელურად იკვებება ეს შენივე დამუხტული ნეგატივი სხვა პატარა ნეგატიური ემოციებით. ანუ ის წებდება და როგორ არის ფინალი, ხო? დედასთან მიდის შვილი ყოველთვის, არა? შვილი და დედა in general, ხო, განუყოფელი ნაწილები არიან, ხო? ასევე როგორც დედამიწაში მიდის ჩვენი სხეული, ხო? მიწა ხდებით, მიწა იყავით და მიწა გახდებით. ასევე ამ ჩვენ დამუხტულ, ჩვენს შექმნილ ნეგატიულ ბურთს, რომელმაც შეეკრიფა უკვე ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა, კი სხვა დააზიანა, კი შენი ეგო დაკმაყოფილ და ის სინათლის წყარო გაარღვია, აუცილებლად ტრანსფორმირება ემართება რაღაც მომენტში, უკუსვლა და მთელი ძალით ადრე თუ გვიან გიბრუნდებათ უკან და უკვე როგორ გიბრუნდებათ, იცი რომ ვეღარ აკონტროლებ და ვეღარ ხვდები, ვაიმე რატო გავხტიავად, ვაიმე ის რატო დამევართა, ვაიმე ეს რატო რა დავაშე, აი ის სადაშო, აი ის პატარა ბურთი, აი ის ცუდი აზრი შენში არ უნდა დაგეშვა და პლუს თუ დაუშვი და არ შეებრძოლე ამ მდგომარეობას, კარგი, მაშინ რაღაც სიტყვიერად არ უნდა გაგეშვა მაინც, ხო? იმიტომ რომ ეს აუცილებლად დაგიბრუნდება და გაგანადგურებს. ეს არის მიზიდულობის სამყაროს კანონი, რომელსაც ჩვენ ვერავინ ვერ გავექცევით. ისე როგორც დედამიწა გვიზიდავს ჩვენ, ასევე ვიზიდავთ ჩვენნაირ ფიქრებს და ადამიანებს. ამიტომ ფრთხილად იყავი, შექმენი შენი პოზიტიური software-ი შენს ტვინში და შენს ენერგიაში, რომ მიიზიდო ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა, პოზიტივი, უბრალოდ რაღაცა შვება მაინც ამ ტანჯულ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცოტა ადამიანმა იცის ეს ფორმულა, რომელიც უდრის უბრალოდ 2x2 4-ია. აი ეგეთ ინფორმაციას. That's it. აბა ბედნიერება ყველას. ნუცარტ პოდკასტი გთავაზობთ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას, ასე რომ გახდით ჩემი გამომწერები და ისიამოვნეთ ცხოვრებით, იმიტომ რომ მე ვაკეთებ იმას, რომ მინდა ვიყო ბედნიერი, ვარ ბედნიერი და ვცდილობ, რომ თქვენს ჩემს რელსებზე გადმოგიყვანოთ.